გამარჯობა, დღეს 30 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1966 წლის 30 ივნისს დაიბადა ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოკრივედ. 20 წლის ასაკში მაიკ ტაისონი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი. ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია. 1987 წელს მან გააერთიანა მსოფლიოს სამივე მთავარი საჩემპიონო ქამარი და გახდა მძიმე წონის მეფე. 1986 წლის 30 ივნისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა პოცი. 1986 წლის 30 ივნისს დაიბადა ამერიკელი მოჭიდავე, მოდელი და მსახიობი ალიშა ფოქსი. 1985 წლის 30 ივნისს დაიბადა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი. თავისი ფენომენალური კარიერის განმავლობაში მან მოიპოვა ოლიმპიური მედლების რეკორდული რაოდენობა 28 მედალი, მათ შორის 23 ოქრო. 1972 წლის 30 ივნისს დაიბადა კანადელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი მოლი პარკერი. 1985 წლის 30 ივნისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ტრევორ არიზა. მან NBA-ში გაატარა 18 სეზონი და ერთხელ მოახერხა ჩემპიონატის მოგება ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან ერთად. 1982 წლის 30 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ლიზი კაპლანი. 1983 წლის 30 ივნისს დაიბადა კანადელი კომიკოსი, მწერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი ქეთრინ რაიანი. 1975 წლის 30 ივნისს დაიბადა გერმანელი ყოფილი ავტომობილელი რალფ შუმახერი. ის ასპარეზობდა ფორმულა 1-ში 10 წლის მანძილზე და 6-ჯერ მოახერხა დიდი პრიზის მოგება. ის არის ფორმულა 1-ის ლეგენდარული შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის მიხაელ შუმახერის უმცროსი ძმა. 1971 წლის 30 ივნისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მეწარმე მონიკა პოტერი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.